გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ ახს უყურებთ. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირობები იცვლება საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს, რომელიც დეტალებს განსაზღვრავს, რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და 93 მილიონ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში მთლიანობაში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა. სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ჯამურად 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, ეს ეხება ენერგეტიკულ კომპანიებს და რკინიგზას. როგორც მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ენერგეტიკის სფეროში საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად 22 მილიონზე მეტი დაიზოგა, ხოლო ტენდერების მომსახურების ხარჯების შემცირების ნაწილში დანაზოგი 349 მილიონ ლარს აღწევს. დაზოგილი თანხა ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაზე ორიენტირებულ პროექტებს მოხმარდება. ოპტიმიზაციის გეგმით ბიუჯეტმა 700 მილიონი ლარის დანაზოგი ნახა. აღნიშნული მოცულობა თანხა შედგება ორი ძირითადი მდგენელისგან. პირველი ეს არის საკადრო ოპტიმიზაცია და მეორე ეს გახლავთ უშუალოდ პროექტების შესყიდვების და სხვა რიგი ღონისძიებების ოპტიმიზაციით მიღებული დანაზოგი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიემართება უშუალოდ საწარმოების შემდგომ გაძლიერებაში, გაჯანსაღებაში, მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში, რასაც ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ გაძლიერებაზე, სექტორულ გაძლიერებაზე და განვითარებაზე. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ, ასე ვთქვათ, ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება განვითარების კუთხით, რასაც მომავალში საზოგადოება ძალიან მალე აუცილებლად შეიტყობს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 12%-ით შემცირდა. აპრილ-ივნისში ქვეყანაში 580 მილიონი დოლარის ღირებულების FDI შემოვიდა. საქსტატის ინფორმაციით კლება მეტწილად რეინვესტირებისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებითაა განპირობებული. რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში და რა სექტორებში ჩაიდო მეტი თანხა, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. აიკო, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი 242 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42% შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 54 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი 38 მილიონი დოლარით. აპრილ-ივნისში ყველაზე მეტი FDI საფინანსო და სადაზღვევო, ასევე უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელდა, რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებშიც 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. პირველ ადგილზე ბორჯომი, მეორეზე თბილისი ენერგია, სამეულში ასევე შედის ენერგო პროჯორჯიაც. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21%-ია და აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციებში 80%-ზე მეტი რეინვესტირების წილია და ჯამურად მეორე კვარტალში რეინვესტიციამ 466 მილიონი დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილი უმეტესია, ამ კვარტალში უმეტესია, ნახევარზე მეტია. შეეხება დარგებს, სადაც განხორციელდა აღნიშნული ინვესტიციები, აქ გამოსაყოფია უპირველეს ყოვლისა სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება და ენერგეტიკა. ამ სამი დარგის წილი 77%-ზე მეტია. აქედან გამოსაყოფია აუცილებლად საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, რომლის წილმაც 56%-ს გადააჭარბა. რაც შეეხება შედარებას წინა პერიოდებთან, პირველ კვარტალთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით სამჯერ არის გაზრდილი ინვესტიციები, სადაც 316%-ია, ხოლო 24 წლის მეორე კვარტალთან შემცირებულია 12%-ით. მართალია ენერგეტიკის სექტორი ინვესტიციების მოცულობის კუთხით პირველ სამეულშია, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით ამ სექტორში FDI-ის კლებაა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. პოლიტიკური გარემოს სტაბილურობაზე ამახვილებენ ყურადღებას ასევე საფინანსო სექტორშიც, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევების სექტორში ქვეყანაში არსებული ჯანსაღი რეგულირების პირობებში საკმაოდ სტაბილურად ვითარდება და ინვესტორების მხრიდანაც ინტერესი შენარჩუნებულია.
ინვესტიციების განხორციელების მხრივ ფაქტია, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები მზად არიან, უბრალოდ აქ არის რამდენიმე პრობლემა. პირველი ეს გახლავთ ბიუროკრატია, ვინაიდან სექტორი ითხოვს ერთი ფანჯრის პრინციპის ამუშავებას. მეორე ეს გახლავთ ის, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მხრივ, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში. აქვე მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ისმება ჩვენს მიმართ, გრედას მიმართ, არასტაბილურ მდგომარეობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნებისმიერ ინვესტორს სჭირდება გარანტიები, როდესაც განახორციელებს ინვესტიციას, ეს ინვესტიციები იყოს დაცული. აქვე ხაზგასმით აღნიშნავ, კარგია მზის და ქარის ხელშეწყობა, თუმცა ჰიდროს გარეშე წარმოუდგენელია ენერგეტიკული მდგრადობა. ნამოხვანი ნენსკრა ხუდონი უნდა აშენდეს. უნებრივი არის, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის, როდესაც ქვეყანაში ხდება გაურკვევლობა, როდესაც ქვეყანაში ხდება გარკვეული, მე არ მაინც არეულობა ან ესეთი სიტყვები გამოვიყენო, თუმცა დაძაბულობა მინიმუმ ხდება პერიოდულად, ხო? ეს ნებისმიერი ინვესტორისთვის უხერხულობას მინიმუმ ქმნის თუ დაფიქრებას, რომ რამდენად დღეს გავარკვევთ. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს და არანაირი ისეთი საყურადღებო შემთხვევაც კი არ არის, კითხვის ნიშანიც კი არ დგას, რომ ჩვენი ინვესტორები ჩვენთან არიან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველი 2 კვარტლის ჯამური მაჩვენებლის მიხედვითაც შემცირებულია. 2024 წლის პირველი 2 კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით საქართველოში შემოსული FDI 904 მილიონი დოლარი იყო. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი ჯამურად ეს მაჩვენებელი 763 მილიონი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯების სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ ივლისში საავადმყოფოს მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა. მთლიან ჯანდაცვის სექტორში კი წლიური მატება 9.3%-ს აღწევს. ფასების ასეთი დინამიკის ფონზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორია დღეს ჯანდაცვის პოლიტიკა, რამდენად კონკურენტულია ბაზარი, რა არის ფასების ზრდის რეალური მიზეზი და როგორ შეიძლება შემცირდეს მოსახლეობის დანახარჯები. თემაზე ვრცლად სტუმართან ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან მაია მახარაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რომ ახალი სეზონის პირველ გადაცემაში ჯანდაცვის თემა ერთ-ერთი კვლავ აქტუალური და წამყვანი თემა იქნება, ისე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ასე დარჩება თემის აქტუალობით და იმის გათვალისწინებით, რომ ის თვითონ ჩვენგანს გვეხება და შეუძლებელია, რომ სხვაგვარად იყოს. ჯანდაცვა არის გაძვირებული, ჯანდაცვის მომსახურება და ამას ყველა საკუთარ თავზე ვგრძნობთ. ამას არ ჭირდება რაღაც გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლები ან რაღაც სხვა რიცხვებით მანიპულირება. რეალურად ეს ასია. დავიწყო შესაბამისად ამ კითხვით, რა არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორში მომსახურება არის გაძვირებული, რა ფაქტორებმა განაპირობა ეს და სად არის პრობლემა და სად შეიძლება იყოს მერე გამოსავალი ნაპოვნი, რომ დავუშვათ ეს რეალურად გაძვირებული მომსახურება, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკურია ხშირ შემთხვევაში, რომ გაძვირდეს იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურებები მთლიანად სხვა მიმართულებით პროდუქტები და ამ შემდგომ ძვირდება, მაგრამ ეს რომ არ აისახოს თვითონ ჩვენგანზე იმ დოზით ან რამდენად შესაძლებელია, რომ მთლიანობაში თუნდაც სხვადასხვა ფაქტორის, თუნდაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში რეალურად ეს მომსახურებები არ იყოს იმ მასშტაბით გაძვირებული, როგორც მთლიანობაში დღეს ჩვენ ეს სახეზე გვაქვს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და იცით რა შეასაქმე, როდესაც გაძვირებაზე ვსაუბრობთ, გაძვირების ფაქტორები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს რა მიმართულებები გაძვირდა. სტაციონარულ მომსახურებაზე თუ არის საუბარი, არანაირი გაძვირებას ადგილი არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებულ სერვისებზე და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობენ. იმიტომ რომ DRG დაფინანსების სისტემაზე ბევრი გვისაუბრია, ვიცით, 36 დადგენილება ძალიან მკაცრად არეგულირებს, გამორიცხულია იქ რაიმე ტიპის ფასის სხვაობის ან დანამატის გადახდა, შესაბამისად ამ ნაწილში არანაირი ზრდა არ იქნება, ვერ იქნება.
რაც შეეხება ისევ სტაციონარულ მომსახურებაზე რო ვისაუბროთ, დასაშვებია გარკვეულწილად იყოს ზრდა ფასების იმ მიმართულებებზე, ძირითადად, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ხშირ შემთხვევაში არ ფინანსდება ხოლმე სადაზღვეო, კერძო სადაზღვეო კომპანიების მიერაც, აი მაგალითად პლასტიკური ოპერაციები. ეს სტაციონარულ მომსახურებაში შედის, იგივე ვთქვათ, ბარიატრიული მომსახურება, რომელიც ხშირად თუმცა ეს ნაწილი მე მგონი არ არის მაინც და მაინც ისე გავრცელებული და ისე საყოველთაოდ გავრცელებული, რომ ამან რაღაც განსაკუთრებულადი პრობლემა შექმნას, ხო? რეალურად აქ არის ლაპარაკი იმ მომსახურებებზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და თქვენც როგორც ამ შემთხვევაში მომხმარებელი რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით. ამ მიმართულებაზე უფრო არის საუბარი და როდესაც ვამბობთ, რომ დაუშვათ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ნაწილში არ გაძვირდება, მაშინ რეალურად ეს გაძვირება რამ განაპირობა? თუ არ არის გაძვირებული და ამას უბრალოდ ჩვენ არასწორად აღვიქვავთ. არა, როგორ არის იცით, ანუ გაძვირების მოდი დაუშვათ, იმიტომ რომ იმის იქით რა მონაცემებია, თავისთავადია რომ სტატისტიკური მონაცემი ეყრდნობა რაღაც კონკრეტულ მონაცემს, რომელიც არსებობს. გაძვირების ალბათობა უნდა ვიფიქროთ ჩვენ მედიკამენტების ნაწილში, უნდა ვიფიქროთ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში. ამბულატორიული მომსახურების ნაწილში. რატომ? ერთი რომ თვითონ მომხმარებლის თვალსაზრისით ამბულატორიული მომსახურება ნაწილობრივ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითანაც, ვიცით, მაგრამ რაღაც დიდი ნაწილისთვის არ იფარება და თუ ეს ადამიანები არ არიან კერძო სადაზღვეო მოსარგებლები, კერძო სადაზღვეო სისტემების, მაშინ მათ მოუწევთ ჯიბიდან გადახდა იმ სერვისებზე, რა სერვისების და ამბულატორიულ სერვისებში ძალიან დიდი სპექტრია. ძირითადად ალბათ დიაგნოსტიკის მიმართულება იქნება, იმიტომ რომ ჭარბად იყენებს ჩვენი მოსახლეობა დიაგნოსტიკას და აბსოლუტურად სადაზღვეო კომპანიებს თუნდაც არა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიებიდან რა თქმა უნდა დიაგნოსტიკა ფინანსდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დაზღვეულია, ხო? ერთი რომ არ არის ყველა დაზღვეული, ის რასაც ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადამიანებია კერძო დაზღვევით მოსარგებლე. დანარჩენი არ არის მოსარგებლე. ის ჯგუფი ადამიანების, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებს გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას, აქაც ხშირია ხოლმე, რომ რაღაც დამატებითი მომსახურებების საჭიროება ან სურვილი აქვთ და ამას უკვე თვითონ ირჩევენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფასთან არის და ჯიბიდან გადახდასთან არის დაკავშირებული. ძირითადად ეს მიმართულება იქნება გაზრდილი და რამ განაპირობა თვითონ ამ ფასების დამ, თუ კი შევადარებთ, თქვა ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასებს არ ვიცი, ერთი წლის წინ, ну, რადგან მონაცემი იძახის, რომ წლის განმავლობაში 9%-ით არის გაზრდილი ჯამური. ამ ბოლო ორ თვეში, როგორც თქვენ ახსენეთ, 26%-ით, ეს ბოლო ორი თვის მონაცემზე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, ესეთი რადიკალური ცვლილება რამ შეიძლება გამოიწვიოს ორი თვის განმავლობაში, მაგრამ საერთო ჯამში 9%-ით ზრდა დასაშვებია თავისთავადია, იმიტომ რომ ჯანდაცვა აი ესე ცალკე მდგომი სფერო არ არის, როდესაც სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები იცვლება ქვეყანაში, იძვირდება, იგივე სამომხმარებლო კალათა, ანუ ადამიანები შესაბამისად ჩდება მოთხოვნა ხელფასების დაზე, ხელფასების დის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, გააზრდის. გაიზარდა სექტორში ბოლო აი ამ ერთი წლის აი ამ თვეების განმავლობაში, დაუშვათ თუნდაც სახელფასო ნაწილი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილია განსაკუთრებით ექცნების და სანიტარების და ამ მიმართულებით ხელფასების თემა, იმიტომ რომ ეს მათ შორის სახელმწიფოს შესწავლის და სახელმწიფოს მხრიდან ამ თემაზე მუდმივი აპელირების საგანიც იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ხშირად იყო მითითება კლინიკებზე, რომ დაუშვათ აი ამათ თუ იმ კლინიკას შესაძლოა იგივე ექცნებს თუ სანიტარებზე იმაზე ბევრად დაბალი ანაზღაურება ჰქონდეს გაცემული, ვიდრე პირობითად ამ შემთხვევაში შეიძლება რომ გაცემულიყო. ვიცით რა, ყველაფერი ჯაჭვია ერთმანეთზე დამოკიდებული. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მინიმალური ხელფასი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და პირველი ზრდა სახელფასო ფონდების გამოიწვია მინიმალური ხელფასის დაფიქსირებამ, როდესაც რომელიც საშუალო მედპერსონალსაც შეეხო, უმცროს ექიმებსაც შეეხო და რა თქმა უნდა ექიმებსაც შეეხო. გარდა ამისა, იმიტომ რომ საკმაოდ დეფიციტია ბაზარზე, კადრების ნაწილში კი ანაზღაურება არის თუ არა მიზეზი, რომ დეფიციტია?
იცით რა არ არის მხოლოდ ანაზღაურება არ არის ზოგადად დეფიციტი ამ კადრის სხვადასხვა იცით როგორ არის ჯერ ერთი სანებართო პირობებმა გაზარდა მოთხოვნა რაოდენობაზე მოთხოვნა პირობითად თუ 10 საწოლზე 1 იყო პირობითად მოითხოვა სანებართო 10 საწოლზე 2 საშუალო მეტპერსონალზე მაქვს ლაპარაკი ამან გაზარდა მოთხოვნა კადრების რაოდენობაზე რა თქმა უნდა კვალიფიცირებული კადრები როდესაც საუბრობთ განსაკუთრებით რაღაც აი კრიტიკული მოვლის და მძიმე პაციენტების მოვლის ნაწილში და დეფიციტია ცალსახად. გარდა იმისა, რომ დეფიციტია ასეთი კადრების, ჩვენ სამედიცინო სექტორი ვერ უწევს კონკურენციას სხვა სექტორებს, სხვა ბიზნეს სექტორებს, იმიტომ რომ იქ გაცილებით თავისუფალია ბაზარი, თვითონ ფასების ცვლილება გაზრდა და შესაბამისად შემდეგში უკვე დაქირავებულ პერსონალზე ხელფასის გადაღწევა, ანუ ბევრად უფრო თავისუფალია ბაზარი და შესაბამისად კონკურენცია ძალიან უჭირს სამედიცინო სექტორს საშუალო მეტპერსონალზე მაქვს ლაპარაკი ხა ექიმზე არ არის ლაპარაკი იმიტომ რომ ექიმი არ იმუშავებს დაუშვათ სხვა სექტორში ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიოს ძალიან რთულია, იმიტომ რომ სამედიცინო სექტორში სტაციონარზე რაც ვისაუბრეთ დასაწყისში, როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად გამორიცხულია ყველანაირი ფასების ცვლილება, შესაბამისად ძალიან დარეგულირებულია DRG დაფინანსების სისტემის ფარგლებში საკმაოდ ისეთი საკმაოდ ფიქსირებული ტარიფებია, ამაზეც ბევრი გვისაუბრია, რომ გადასახედია რაღაცა გარკვეული მიმართულებების შესაძლებელია მეტად ადეკვატურია უნდა გახდეს იმისთვის რომ აი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. როგორ უნდა გახდეს მეტად ადეკვატური, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სულ რამდენიმე წუთში მე და თქვენ რეკლამის შემდგომ, ახლა კი სავარდებულო რეკლამა, რომელიც საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით ყოველთვის თამდევია ხოლმე ჩვენი გადაცემის. კახა კალაძის მეურობის პერიოდში 2018 წლიდან დღემდე განახლდა და მოეწყო რეკრეაციული სივრცე 375 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის 311 ჰექტარი ახალი და რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, 64 ჰექტარი გამწვანებული კუნძულები და გზაგამყოფები, 850 ახალი პარკი და სკვერი მოეწყო. 1738 პარკს და სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში 2588 პარკი და სკვერი. აღდგა და განახლდა ტყე 152 ჰექტარ ფართობზე. დაირგო 665,930 ძირი მწვანე ნარგავი. მწვანე საფარი მოეწყო 1,700,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. 75 ლოკაციაზე თბილისს ახალი გამწვანებული გზაგამყოფები და კუნძულები შეემატა. რეაბილიტირდა 23 და მოეწყო 36 ახალი შადრევანი. ქართული ოცნება. აირჩიე 41. საძლევთ არჩევნებზე ხმას. გაჭირვებული ვარ, ბებო, ყველა ჩემს მოსყიდვას ცდილობს, არა და კარგად ცხოვრება მინდა. გირჩს მივცემ ხმას 36. თუ მთავრობამ გამოგიზარდა შეტყობინება იძულებითი აღსრულების შესახებ, დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ ამ პროცესს. თავისუფალი საქართველო, ნომერი 7. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 8. რას გვეტყვით, მამაო? შვილო, ქრისტიანობა მხოლოდ დიდი ჯურისტარება კი არა, არამედ ის, რომ სიძულვილის ნაცვლად სიყვარული იქადაგო, რასაც პოლიტიკაში მხოლოდ გირჩი აკეთებს. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნომერი 8. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36. ბიზნეს პარტნიორი ბრუნდება ეთერში და ვაგრძელებთ მაია მახარაშვილთან ერთად საუბარს ჯანდაცვის გაძვირებულ მომსახურებაზე. სად არის მთავარი გამოსავალი ამ მიმართულებით, რომელიც დღეს გვაქვს რეალურად შექმნილი და აბსოლუტურად გასაგებია, რომ თვითონ სექტორის გადმოსახედიდან რეალურად პრობლემა გვაქვს რეინვესტირება რომ გავაკეთოთ, დაფინანსებები რომ გავზარდოთ და შემდგომ და განვითარდეს ეს სისტემა, გვჭირდება მეტი შემოსავალი. ეს შემოსავალი რეალურად რამდენიმე მიმართულებიდან მოდის, ხო? ანუ ერთ-ერთი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამები, სადაც როგორც თქვენ ამბობთ, იქ ფიქსირებულია და იქ ვერ ვშვებით და მეორე მომხმარებლის, ანუ სადაზღვო ნაწილი და მომხმარებლის ჟიბრიდან გადახდა.
მაგრამ რეალურად პრობლემაა, ხო, მომხმარებლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვახასიათებს, რომ შეიძლება არა საჭირო ან ზედმეტად მოვინდომა დაუშვათ რაღაც მომსახურების მიღება, თუმცა რეალობა მაინც გვაქვს ის, რომ გაძვირებულია. აი ამ სიტუაციიდან გამოსავალი როგორ გესახება, თან ისე რომ სექტორი არ დაზიანდეს და პარალელურად მოქალაქეებმაც გამუდმებით არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჯანდაცვის მიმართულებით რეალურად გაძვირება გვაქვს სახეს. პირველ რიგში იმისთვის რომ მოქალაქეებმა ჯანდაცვა იაფი არსად არ არის ეს. რა თქმა უნდა. პირველ რიგში ერთი ნაწილი ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ძალიან მტკივნეულად აღვქვავ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. თავისთავადია და ზუსტად სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი როგორ უნდა მოგვარდეს ეს არის პირველადი ჯანდაცვის განვითარება გაცილებით უფრო სხვა ეტაპზე გადაყვანა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების. ეხლა დღესდღეობით მიმდინარეობს რეფორმა, დაწყებულია, უკვე რაღაც პილოტირება დაწყებულია და ყოველ შემთხვევაში მიზანი არის, რომ ხარისხიანი გახდეს კიდევ უფრო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება, ხელმისაწვდომი გახდეს. რატომ პირველადი ჯანდაცვა? იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის ძლიერი რგოლის შემთხვევაში იკლებს სტაციონარში მოხვედრის ზოგადად სოფლიოში ესე მუშაობს სისტემა, იკლებს რა თქმა უნდა სტაციონარიზაციის მაჩვენებელი და მძიმე დაავადებები მცირდება, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი ფუნქცია ეს არის პრევენცია დაავადებების და თუ კი ეს რგოლი გაძლიერდება, გარკვეულწილად შეამცირებს. ამ რგოლის გაძლიერება თავის თავში რა თქმა უნდა გულისხმობს ზუსტად იმასაც, რაც თქვენ ახსენეთ, არასაჭირო მომსახურებების მიღება, იმიტომ რომ თუ კი ეს რგოლი ძლიერია, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და საჭიროების შემთხვევაში რაღაცა დამატებითი კვლევები იქნება ეს დიაგნოსტიკა თუ სხვა კონსულტაციები უნდა ინიშნებოდეს და შესაბამისად იღებდეს ამ მომსახურებას პაციენტის და თავისთავადია რომ ამ რგოლის გაძლიერება და კიდევ ერთხელ მიმდინარეა ახლა ეს რეფორმა მუშაობა მიდის იქ რაღაცა ტექნიკური ბევრი საკითხია ჯერ კიდევ დასახვეწი პილოტირება მიდის და მოლოდინი უნდა გქონდეს რომ ეს რგოლი გაძლიერდება მეორე ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის სტაციონარული მომსახურება სადაც ვიცით რომ DRG სისტემის ფარგლებში არის დაფიქსირებული ტარიფები. DRG უკვე მესამე წელია მოქმედებს ქვეყანაში. თავისთავადია რომ პოზიტიური იყო ყოველთვის სექტორის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს სწორი სისტემაა, მაგრამ 3 წლის განმავლობაში არ გადახედილა და ზუსტად ეს არის ახლა ყველაზე უფრო აქტუალური და კრიტიკული საკითხი სტაციონარებისთვის განსაკუთრებით თავისთავადია რომ DRG დაფინანსების სისტემის გადახედვა მოხდეს შეფასდეს ის მონაცემები, რაც უკვე 3 წლის განმავლობაში დაგროვდა და ანალიტიკის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რომ მეტად ადეკვატური გახდეს ეს დაფინანსების სქემა იმისთვის, რომ რას ნიშნავს მეტად ადეკვატური, იმიტომ რომ გაძვირება ყველასთვის ძვირდება, ხო მომსახურება ძვირდება, მათ შორის სახელმწიფოსთვისაც, იმიტომ რომ ის სახელმწიფო იხდის იმ კონკრეტულ მანიპულაციებზე თანხას. რეალურად იმისთვის, რომ აი ამ ტიპის პრობლემებს არ წავაწყდეთ, რა არის მთავარი გამოსავალი, ან რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს, ან სად არის 3 წელი გასაგებია, რომ ზოგადად გლობალურად მიმდინარე დაუშვათ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებითაც შესაძლოა საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ დაუშვათ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეიცვალოს, ალბათ უნდა შეიცვალოს კი ეს, მაგრამ რეალურად ისე როგორ უნდა დაბალანსდეს, რომ მეტნაკლებად ყველა მხარე იყოს აი ამ მიმართულებით კმაყოფილი, თუნდაც იგივე DRG-ის ნაწილში. ვიცით და ყველაფერს აქვს თავისი წესი, ხო? პირველ რიგში, როდესაც ჯანდაცვის დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, გასაგებია რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და უნდა იყოს ეფექტურად იმართოს. ვერ იქნება ეს მუდმივად მზარდი, მაგრამ არსებობს სოფლიო გამოცდილება, თუ შევადარებთ მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტი იხარჯება ჩვენ ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში, მივხვდებით რომ ეს დაფინანსება საკმარისი არ არის აი ასე გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლებით თუ შევხედავთ. მეორე მხარე ეს არის თვითონ ადეკვატურობა იმას ნიშნავს, რომ ყველა რაღაც გარკვეულ სერვისებს აქვს თავისი მოთხოვნები. ამ სერვისის მიწოდება ხარისხიანი და ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხარისხიანი მომსახურება გავწევთ, ჭირდება ესა თუ ის ჩარევა, დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ. ამას განსაზღვრავს პროტოკოლი და გაიდლაინი სტანდარტული, რომელიც სახელმწიფოში ნაწილი დამტკიცებულია, ნაწილი დასამტკიცებელია და იმისი განფასება უნდა მოხდეს. თუ კი ეს კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ამ რესურსს, ეს რესურსი უნდა იყოს ამას ქვია ადეკვატური. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ყველაფერზე გაიზარდოს ან ყველაფერი შემცირდეს. გაქვთ კონსტატაციები მთავრობასთან, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსთან და ადეკვატური რადგან ახსენეთ, ამიტომაც ვიკითხავ, არის ადეკვატური დაუშვათ ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია?
ამ ნაწილში. იმაზე ვთანხმდებით, რომ კრიტიკული და გადაუდებელი მიმართულება საკმაოდ კი ჩვენ შევთანხმდით, რომ ქონდა კომუნიკაცია განსაკუთრებით კრიტიკულ კოდებზე, რომელიც ვერანაირად ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც უნდა იყოს და ამის სამუშაო, უფრო ტექნიკურ სამუშაო რეჟიმში სავარაუდოდ სექტემბერში გადავალთ. სეზონმა ცოტა შეაფერხა ესეთი მუშაობა, იმიტომ რომ თვითონ სექტორის წარმომადგენლების იცით უფრო პასიურია ხა აგვისტო. ასევე გვაქვს მსჯელობა ისევ კომპლექსურ შემთხვევებზე და ამაზეც ჯანდაცვის ასოციაცია გეგმავს და დაწყებული აქვს მუშაობა, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებებით მივიდეთ და უფრო სამუშაო რეჟიმში გადავიყვანოთ და რა ვიცი, მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება ამაზე რეაგირება. და რაც მთავარია, უნდა ვახსენო ეს აუცილებლად, ჯანდაცვის DRG დაფინანსების სისტემის თამხლებია. თამხლებია, უბრალოდ სხვანაირად ეს სისტემა ვერ მუშაობს, არსებობდეს რაღაც ჯგუფი, რომელიც აკეთებს მუდმივ გადახედვას და შეფასებას დაგროვილი მონაცემის და იმის მიხედვით წლიდან წლამდე ხდება და აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს დაინერგოს. დაინერგოს თვითონ ეს პერიოდულობით იყოს პერიოდულობით გადახედილი. ეს არ ნიშნავს აუცილებლად გაზდას, მაგრამ პერიოდულობით გადახედვა უნდა არსებობს. თვითონ სისტემა რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ბოლო პერიოდში ამ რეფორმის პარაგლებში სახელმწიფომ წამოგიყენეთ და მიუხედავად იმისა, რომ ველაპარაკები პროფესიონალ ექიმს და ადამიანს, რომელსაც ამ სექტორში თან კლინიკას ხელმძღვანელობდით, სწორედ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც ვკითხულობ. რეალურად ადამიანების ნაწილს შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს განცდა, რომ მას არ ემსახურება სათანადოდ ესა თუ ის ექიმი. ის ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. კი, ხარჯება ფული საკმაოდ გაძვირებულიც არის მომსახურება, მაგრამ კვალიფიკაცია მისი ვიღაცას არ აკმაყოფილებს. თვითონ სექტორი რამდენად განვითარდა საერთაშორისო სტანდარტები იქნება თუ დაუშვათ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებას ამ შემთხვევაში აქვს. რამდენიმე ნაწილად დავყო პასუხს, ის რომ სანებართო პირობები ახალი გაჩნდა და ვინც მიიღო ეს სანებართო პირობა ის მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ამან გარკვეულწილად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა, ის რომ საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება დაუდგა კლინიკებს და შარშანან 2025 წლის იანვრამდე მასიურად კლინიკებმა გაიარეს. ამანაც რა თქმა უნდა, გარკვეულწილად თავისი როლი შეასრულა და ძალიან ბევრი მიმართულებით პროცესები არის ხოლმე მან ძალიან მნიშვნელოვანი და თვითონ პროცესში მონაწილეობაც კი მანამ სანამ აკრედიტაციას მიიღებს კლინიკას, ნამდვილად ძალიან ესეთი ხელშესახებ ეფექტს იძლევა და ცვლილებებს იძლევა. შესაბამისად, ეს მიმართულებაც ესეა, მაგრამ როდესაც ხარისხზე ვსაუბრობ, არ არსებობს მუდმივა ხარისხში. აკრედიტაცია ერქმევა ამას თუ არ ერქმევა აკრედიტაცია, ნებისმიერ შემთხვევაში ხარისხის გაუმჯობესება არის უწყვეტი პროცესი. ანუ სადღაც რაღაც ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მიდის, სექტორი იქნება ეს თუ ცალკე კლინიკა, შემდეგ იმ წერტილიდან კიდე სხვა წერტილამდე, ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაცა იდეალურა ვართ, თუმცა აი ამ ღონისძიებებმა რა თქმა უნდა თავისი როლი შეასრულა და რაღაცა დონის სტანდარტზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სექტორი არის. არის კიდევ ერთს დავამატებ, არის გარკვეული მიმართულებები, რომელიც აბსოლუტურად ევროპის სტანდარტს შეესაბამება. მაგალითად, კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ну არის ესეთი ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ხო რამე რო არ გამოჩნდეს, მაგრამ სხვილი მიმართულებები, რომელიც ძალიან ესეთი სწორი და საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტის შესაბამის მომსახურებას იძლევა. ხა ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ვიღაც შეიძლება მაინც უკმაყოფილო იყოს, მომსახურება არ არის მხოლოდ ექიმის მომსახურება, თავისთავადია, მხოლოდ სწორი მკურნალობა, ადამიანების და ჩვეულებრივი მომხმარებლის დამოკიდებულება და განწყობა ხოლმე ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული. არ ვიცი ვიღაცის საქციელზე, კომუნიკაციის უნარებზე, რა თქმა უნდა, ესეც და ჩვენი საუბრის ბოლოს კონკურენცია აგენტომ დაიწყო შესწავლა და რა მოლოდინი გაქვთ, ანუ რა დასკვნას ელოდებით, შეიძლება თუ არა იყოს დაუშვათ გადაცნომები ამ შემთხვევაში თავად კლინიკების მხრიდან. იცით რა, გადაცნომა ერქმევა იმ შემთხვევაში, თუ კი რეგულაციების დარღვევით რაღაცა მოხდა. გადაცნომა იქნება იმ შემთხვევაში, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვინმე რამეს ახდევინებს ადამიანს. ეჭვი მეპარება, რომ ეს დიდი წილი იყოს, ახლა ვერ გამოვრიცხავ ნამდვილად ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სადღაც ესე დარღვევა იყოს, თუმცა ამაზე რეგულირების, ანუ რეგულაციის სააგენტო ყოველთვის რეაგირებს და შესწავლა მიდის შემთხვევების და განხილვა მიდის და ამ
მე ესეთ ამ მიმართულებით შეიძლება ასეთი შემთხვევების თქვათ აღმოჩენა და პასუხის გაცემა და არსებობს ამ რეგულაციებში ჩადებულია დაჯარიმების მეთოდოლოგიაც. ანუ ეს არის მეტი ვერაფერი. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, იქ სადაც არ რეგულირდება იქ არანაირ შედეგს არ ველოდები, იმიტომ რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასთა წარმოქმნა და არის აბსოლუტურად უფლება თითოს არა მარტო ამ სექტორში, არამედ სხვა ბიზნესებში და შესაბამისად დანარჩენი დამოკიდებული არჩევანზე მომხმარებლის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაია მახარაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. საქართველოში დუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისთვის კურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან მისი ეფექტური მართვა ძვირად ღირებულია. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს ღონისძიებაზე, რომელიც დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პაციენტების გამოწვევაზე, გამოცდილებასა და დროული ჩარევის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს. ამასთან მშობელთა ორგანიზაციის სახელით შექმნილია პეტიცია Manifest G-ზე, რომლითაც ორგანიზაცია პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსების მიზნით საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს. დუშენის კუნთოვანი დისტროფიით მსოფლიოში 300,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ოფიციალურად 100-მდე პაციენტია რეგისტრირებული. პრიორიტეტი ჯანმრთელობაა ჩვენი სახელმწიფოს მოგეხსენებათ, ჩვენი დასწრებაც აქ არის გამოწვეული იმით, რათა ამ მშობლების სიტყვა და მათი პასუხებიც, რომელიც ექიმებმა გასცენ მათ, მივიტანოთ სამინისტრომდე, მთავრობამდე, რათა მაქსიმალურად დროულად იქნეს გამახვილებული ყურადღება ამ ბავშვებზე, რომლის კურნალობაც შესაძლებელია. არაერთ რამეს აკეთებს სახელმწიფო და მე დარწმუნებულად ის ახალი მედიკამენტები, რომელიც დღეს გაჩნდა მსოფლიო ბაზარზე, იქნება სათანადოდ შეფასებული ჩვენი სახელმწიფოს მიერ და შემდგომ უკვე შემოტანილი ამ ბავშვების სამკურნალოდ. დღესდღეობით თანამედროვე მედიცინაში არსებობს მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება დუშენის კუნთა პროგრესული დისტროფიის სამკურნალოდ და ვსაუბრობ ზუსტად ამ მედიკამენტებზე, რომლებიც გვინდა რომ ჩვენმა პაციენტებმაც მიიღოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში დაფინანსდება ეს მედიკამენტები და ჩვენი პაციენტები მიიღებენ ამ მედიკამენტზე, შეძლებენ კურნალობის გაგრძელებას იმ თანამედროვე სტანდარტებით, რომელიც მიღებულია ამერიკასა და ევროპაში. თითქმის ყველა პირი იქნა, ყველა უწყებიდან წარმოდგენილი, ყველამ დააფიქსირა თავის პოზიცია და უმთავრესი პოზიცია, რაც იყო ჩვენი მხრიდან დააფიქსირეთ ის, რომ აუცილებელია მეტი ღონისძიებები, მეტი ნაბიჯები, ბუნებრივია მეტი მხარდაჭერა მედიკამენტების მიღებაზე. ყველაზე მთავარი არის რა, რომ სახელმწიფოს უნდა ქონდეს კარგად მკაფიოდ გაწერილი გეგმა, სტრატეგია სამომავლოდ, რაზეც უნდა ქონდეს ჩვენი ინფორმაცია. თუ ჩვენ შევიკრიბებით, ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე, გამოწვევებზე, საჭიროებებზე და არ იქნება კმენთი ნაბიჯები, არ იქნება გეგმა, სტრატეგია სამომავლოდ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, ეს ყველა შეკრება იქნება ფუჭი. 9 მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარე გაეზარდა მაგთიკომი აბონენტებისთვის, რომლებიც აქამდე 50 მეგაბატ-წამიანი სიჩქარით სარგებლობდნენ, ინტერნეტი ავტომატურად 70 მეგაბატ-წამამდე გაიზარდა. მაგთიკომის ოპტიკური ინტერნეტი ამჟამად ხელმისაწვდომია 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში. სპეციალისტების შეფასებით ინიციატივა დადებითად დაისახება ქვეყნის ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებელზე. სარგებელს მიიღებენ მომხმარებლებიც, იქნება სამუშაო პროცესი, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა. სახელმწიფო წელს ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, კატიტელს და სხვა საღვინე ჯიშებს კი ლარ და 20 თეთრად, არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს კი ლარად ჩაიბარებს. მოგეხსენებათ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა მეღვინეობის მხარდაჭერას. ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი გაგრძელება შესაბამისად ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია მევენახეობის და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250,000 ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველი საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. წლის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ აუცილებლად იქნება განსხვავებული ფასები ხარისხიან ყურძენთან მიმართებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო რთველის მიმდინარეობის პროცესში. შესაბამისად, განისაზღვრა მაღალკონდიციურ ყურძენთან დაკავშირებით განსხვავებული ფასი, რაც ხელს უწყობს
კიდევ უფრო მეტად ხარისხის ამაღლებას. რთველი მიმდინარეობს აქტიურად, უფრო მეტი მოსავლის ოდენობა არის მაღალკონდიციური ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლის დასაწყისში იყო, გამოიღო შედეგი და კიდევ უფრო მეტად იქნება ხაზგასმული და აქცენტი გაკეთებული შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენთა მიმართებით. აქტიური ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება იანვარი-ივნისში ქვეყანამ 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლის ბოლომდე კი გალთან თაგერთის მოლოდინებით საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ ნახევარ დოლარს მიაღწევს. ამ ფონზე ყოველთვის აქტუალურია კითხვა, როგორ შეიძლება საქართველოს შეინარჩუნოს ვიზიტორებისთვის მიმზიდველობა და იქცეს 4 სეზონიან ლოკაციად. რა შედეგები გვაქვს და რა გეგმები ამ მიმართულებით სტუმართან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან დაბრუნდა. გემოფესტი მოამბეში რაღაც ბოლო პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სიახლე რეგიონი, ძირითადი სიახლეები რეგიონებიდან უკავშირდებოდა გემოფესტს ისე მოხდა, იმიტომ რომ რაჭა, ახლა სამცხე-ჯავახეთი მანამდე გურია და მთლიანობაში საკმაოდ აქტიურად მოიცავით საქართველოს რეგიონები გემოფესტით, ამიტომ საუბარსაც გემოფესტით ვიწყებ, როგორც ერთ-ერთ კარგ ტურისტულ პროდუქტს, რომელსაც როგორც ადგილობრივ დამსვენებლებს თავაზობთ, რეალურად ასევე საერთაშორისო მოგზაურებს. ამიტომ გემოფესტის მნიშვნელობა რა არის გემოფესტი თქვენთვის თავის დროზე, როდესაც იწყებდით ამ ინიციატივის განხორციელებას, მაშინ თუ ფიქრობდით, რომ აი ასეთი მასშტაბურ ხასიათს მიიღებ და იმიტომ რომ მე იმ ადამიანთა რისკს მივეკუთვნებ, რომელსაც პირველივე ეტაპიდან იცის, როგორ გაიარეთ ეს გზა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გქონდა ამაზე საუბარი. მათ შორის მოამბეს ჩართვებით, მოამბე რეგიონებში და შემდგომ. სწორედ ამიტომაც ვკითხულობ, გაამართლა გემოფესტმა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ სეზონის დაწყებას და მე-16 სატელევიზიო სეზონი. წარმატებულ სატელევიზიო სეზონს გისურვებთ. ბევრი ეკონომიკური სიახლის, ბევრი კარგი ეკონომიკური სიახლის გაშუქებას. გემოფესტი მე ხა მოვდივარ პირდაპირ სამცხე-ჯავახეთიდან გუშინ დავასრულეთ გემოფესტების ეგრეთ წოდებული ტურნე დავარქვით, იმიტომ რომ ისე მიყვარო თითქოს ძალიან მოკლე ვადებით იყო ზაფხულის როგორც ზაფხულის სეზონი იყო მაღალ ტემპერატურაზე, ზუსტად ასევე ფეხდაფეხ მიყვებოდა გემოფესტი თავისი მაღალი ტემპერატურის ორგანიზებით. ძალიან წარმატებული წელი გამოვიდა. წელს ჰქონდა ახალი რეგიონებიც, ჰქონდა ტრადიციული რეგიონი ქუთაისი, ცოტა ადრეულ ზაფხულში, შემდეგ რაჭაში დაუბრუნდით გემოფესტის დაბადების ადგილზე სულ პირველად 2022 წელს, როდესაც ჩატარდა გემოფესტი. მაშინ შედარებით მცირე მასშტაბის იყო რაჭაში აიღო სტარტი და ამდენი 3 წლის შემდეგ დაუბრუნდით. გურია ძალიან გამორჩეული აღმოჩნდა და სამცხე-ჯავახეთი. ეს ფესტივალი რო შევაფასოთ თავდაპირველი მიზნები, დღევანდელი რეალობა რა დადგა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ჩვენთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის არის თვითონ ღონისძიებაზე უშუალოდ ხალხის ორგანიზება, აკუმულირება, რომ ბევრი ადამიანი ჩავიდეს ღონისძიების ფარგლებში, რეგიონში, ფული დახარჯოს, სასტუმროში დარჩეს, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს ეწვიოს. სწორედ ამიტომაც ვახსენე, რომ რეალურად ტურისტული პროდუქტი იყო, მათ თქვენთვის ბუნებრივია. გარდა იმისა, რომ დავუშვათ ჩვენ იქ რეალურად დავაგემოვნებდით ამ თქვენ საკვებს. ამ ყველაფრის მიღმა უშუალოდ ფესტივალის ორდღიანი ფესტივალის მიღმა, რა თქმა უნდა, გასტროტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ირიბი, თუმცა ყველაზე წარმატებული მე ვიტყოდი ამ შემთხვევაში მიზანი, რასაც მიაღწია გემოფესტმა, არის ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აურაცხელი ადამიანი მეწარმე რეგიონში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე ჩართო სამეწარმეო საქმიანობაში. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც რეალურად სახლში ან ოჯახის წევრებისთვის ან სტუმრისთვის ამზადებდა ტრადიციულ კერძს და მან ამ ყველაფერში არის ემოციური ნაწილიც ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოაქვს თავისი ტრადიციული ოჯახის კერძი, ბებია რო აკეთებდა, ბებიის დედა რო აკეთებდა და ეს რო ბავშვობიდან ახსოვთ და ერთგვარ სიამაყესთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა აი ამ ყველაფრის მიღმა ამ ადამიანებმა შეიძინეს უნარები ჩვენთან ერთად აი ამ პროცესში. როგორ აქციონ ყოველდღიურობა ბიზნესად. შეიძინეს უნარები, კალკულაცია როგორ გააკეთონ კერძის ფასი, როგორ დაადონ, მოგებაზე როგორ გავიდნენ. ეს მთლიანობაში
იმხელა საქმე გამოვიდა, რომ აი ესე დაგეგმილად თუ დაუგეგმავად აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონში ძალიან აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთო. ჩვენ გვაქვს მეორე პროექტი გემოფესტის მიღმა მზის კარი, რომელიც ასევე საოჯახო სამასპინძლოების განვითარებას გულისხმობს და ასევე გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს სიფთან ნაწარმოები საქართველოსთან ერთად სპეციალურად ჩვენი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი დახმარების პაკეტი იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა განავითარონ გასტროტურისტული პროდუქტი და სამეწარმეო ბიზნესი რეგიონში. სხვადასხვა კუთხე დავინახეთ ჩვენ ამ პროცესში, გემოფესტი როგორ შეიძლება წარმატებული პროექტი იყოს და არის წარმატებული პროექტი, თუმცა ვცდილობთ ახლა რომ განვავითაროთ მისი სხვა კუთხეები. თავისთავად ფესტივალი ის რომ ვთქვათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მოგზაურებს აცნობს ვთქვათ ავთენტურ გემოებს და დაუვიწყარს ხდის იმის რამდენიმე დღე მოგზაურობას რეგიონში, გარდა ამისა ბევრად დიდ მასშტაბებზე გაგვიყვანა და პერსპექტივებიც გამოაჩინა ამ ფესტივალმა. ხა რაჭაში მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიცი თქვენ ჟურნალისტები ვინც თქვათ აშუქებდნენ ამ თემას, რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორით ჩაწერეს და ნომერს ვერ იპოვნიდით ამ პერიოდის განმავლობაში რაჭაში თავისუფალს. ლიკანშიც ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ იგივე საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც ეს რაღაც კონკრეტული ღონისძიებები გახდა ერთგვარი თავშეყრის ადგილი. ანუ ამან ერთი ადგილობრივი დაუშვათ დამსვენებლების პოპულარიზაცია და მეორეა დაუშვათ საერთაშორისო ვიზიტორებში ამან რა ეფექტი მოგვცა. აი ამდენი წელია გემოფესტ ესე ტრადიციულად დაგეგმილად ვაკეთებთ. ნახევარი საქართველო უკვე მოვიცავით, დაგვრჩა გარკვეული რეგიონები და ჩვენ აუცილებლად ყველა რეგიონს მოვიცავთ იმისთვის, რომ ყველგან ვნახოთ პოტენციალი, ყველგან გვყავდეს გემოელი, ასე ვთქვათ და ყველას მივეხმაროთ, რომ თუ კი ფესტივალი შეიძლება ყველა რეგიონში ტრადიციულად რა თქმა უნდა ვეღარ გაგრძელდება, მაგრამ იქ გაჩნდეს ისეთი ლოკაციები, სადაც ავთენტური გემოს დაგემოვნებას შევძლებთ. ხო, სამასპინძლოები. ხო, რამდენი რეალურად ღიათ რომ ვთქვათ, რამდენი ადგილია ჩვენ თვითონაც გვითქვამს, რომ მიდიხარ სამოგზაუროდ და თითქოს გემრიელად ვერ შეჭამ, ხო? და აი ეს ამასაც ემსახურება, რომ იქ გაჩნდეს ფულის დასახარჯი ადგილები, უცხოელი იქნება თუ ქართველი მოგზაურებისთვის. შესაბამისად ჩვენ აუცილებლად მოვიცავთ ყველა რეგიონს ამ ფესტივალს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, იმ ყველაფრის მიღმა, რაზეც ვისაუბრებ, ვთქვათ, როგორ ეხმარება მეწარმეებს განვითარებაში, ხომ აქვს შესაძლებლობა, არსებობს ამის საერთაშორისო პრაქტიკა, გერმანელებს აქვთ მაგალითად ბირფესტი, ესე ქვია ლუდის ფესტივალი, ერთი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიო ჩადის ამ ფესტივალს. აი ამ ფესტივალს აქვს იმის რესურსი, რომ მას შემდეგ რაც მთელ საქართველოს მოივლის, დაიმკვიდროს ადგილი, რომელიმე ერთ ადგილზე, ოღონდ ეს ერთი ადგილი არ იქნება მხოლოდ ის რეგიონი და იქნება მთელი საქართველო. დღეების რაოდენობა და ამას როდის ვისაპირებთ? აი პროცესში ვართ. პროცესში ვართ. ჩვენ ისიც არ ვიცოდი თქვა ამ ხელა მასშტაბს რა შეიძენდა, ხო? ჩანს უკვე ეს ნამდვილად წარმატებული პროექტია და გზადაგზა გარდა მხოლოდ განვითარების რესურსაც აქვს. გარდა მხოლოდ იმ ორი დღისა რაც არის, უკვე ჩანს რა ადგილი შეიძლება დაიკავოს. ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, შეუიარაღებელი თვალითაც ყოველგვარი რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლების მიღმაც ეს ძალიან თვალსაჩინო იყო. თქვენი გადმოსახედიდან, გარდა იმისა, რომ ელოდით და ეს ბევრჯერ გისაუბრიათ, რომ ასეთი სეზონს ელოდით და პრინციპში გაამართლა კიდეც, თავარი გამოწვევები რა იყო ამ სეზონზე, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის და აი სად არის ის რისი გაუმჯობესებაც და განვითარებაც უფრო სხვა კუთხით გვჭირდება? ყოველთვის არის სივრცე გაუმჯობესების და ყოველთვის არის იმის სურვილი, რომ რაღაც რა თქმა უნდა უკეთესი იყოს. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები და დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან წარმატებული სეზონი აღმოჩნდა ყველა მხრივ, ყველა რეგიონისთვის. ჩვენ ვართ დედაქალაქისთვისაც მათ შორის. თუმცა მაინც აუცილებელია რომ დავალოდოთ სტატისტიკას, როგორც ვიზიტორების ოდენობის ისე შემოსავლების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისე მივყვებით არა მხოლოდ როგორც გალტენ ტაკარტი, ჩვენ როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ტურიზმის ეროვნული თქვენი მოლოდინი არის 4 მილიარდ 700 მილიონი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში შარშანდელზე მეტი.
რა თქმა უნდა, გარკვეული პროცენტული ზრდა აუცილებელია, ეს დინამიკა ნარჩუნდება და აუცილებლად გაგრძელდება, დარწმუნებულები ვართ მაგაში. ბევრმა რამემ განაპირობა, ჩვენ სულ საუბრობთ რა განაპირობებს აი ამ დაგეგმილ, ასე ვთქვათ, წარმატებას ტურისტული ინდუსტრიის ზრდის, მათ შორის ბევრი ვთქვათ, გამოწვევებით, ხო? ეს ცოცხალი პროცესია, ორგანიზმია, ეს ძალიან ბევრი მხარეა ამ პროცესში ჩართული. ერთ-ერთი რაზეც ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემაში მათ შორის იყო ვთქვათ კონკურენცია, სასტუმროების დაწესებულობა, არის თუ არა განპირობებული ეს მცირე ტურისტული ნაკადებით თუ კონკურენციის გაზრდით. ხო, ახლა ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. არის გარკვეული რეგიონები, სადაც შესაძლოა მაღალი კონკურენცია იყოს და ადგილი ბევრი იყოს, თუმცა აი სექტემბერში ხა მე მაგალითად მომივიდა STR Global-ის ზუსტად წინა კვირაში ნიუსშიც გაუშვით ეს ამბავი STR Global-ის, ანუ ბრენდული და მსხვილი სასტუმროების სტატისტიკა ბოლო თვეების, ხო, მატება ყველაფერში. მატება არის როგორც ფასში, მატება არის ისე ჯავშნებში, მატება არის ისე, ვთქვათ, დაკავებულ საშუალო კატეგორიაში. დაკავებაში, ანუ რამდენი სტუმარი სტუმრობდა სასტუმროებს, ხო? შესაბამისად, მაღალ სეზონზე, რა თქმა უნდა, ასეთი გამოწვევები ნაკლებად არის. ეხლა 4 სეზონურობიდან გამომდინარე, ჩვენ სულ იმას ვამბობთ, რომ გვაქვს ასე ვთქვათ, სამუშაო მეტი, მათ შორის კერძო სექტორს დიდი დოზით და ჩვენ თავისთავად ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე. იმისთვის, რომ როდესაც არის შედარებით დაბალი სეზონი, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ტურიზმს ახასიათებს ეს ცვალებადობა, ადამიანებს კონდეთ ფულის დასახარჯი ადგილი ესე მარტივ ენაზე. პოტენციალი თუ გვაქვს ამ ნაწილში, მაგალითად შემოდგომი სეზონი ღვინის მიმართულებით და აი ამ ტიპის შეთავაზებებით ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ნახოთ წელს როგორი იქნება, მაგრამ გვაქვს კი რეალური შესაძლებლობა, თუნდაც განთავსების ადგილების მიხედვით, თუნდაც შესათავაზებელი პროდუქტების თვალსაზრისით, აი ამ კუთხით რამდენად რამდენად საქართველოს თავისი 4 სეზონურობიდან გამომდინარე, თავისი მრავალფეროვანი ბუნებიდან იქნება თუ ვთქვათ სხვადასხვა ტიპის ტრადიციებიდან გამომდინარე, სასტუმროები, რა თქმა უნდა, არის რეგიონები, სადაც მათ შორის გასავითარებელია და პოტენციალი არსებობს, მაგრამ ტურისტული პროდუქტების თვალსაზრისით ატრაქციები არის, ასე ვთქვათ, გასაყიდი პროდუქტები არის შეთავაზებული. ეს იქნება ვთქვათ ტურები სხვადასხვა მიმართულებით, თუ ასე შემდეგ, რაც ერთობლივად დასამუშავებელი არის ჩვენ და კერძოზე არის ეს პროცესი მიმდინარეობს. ღვინის ტურიზმსაც შეეხება. ღვინის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ტურიზმია. ნახევარი საქართველოს არის ჩართული ამ პროცესში და ძალიან წარმატებული кейსებიც არსებობს, არაერთი და 10 მრავლად. შემოდგომის დადგომისთანავე რთველის პროცესის მიღმა ნამდვილად არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, სხვა რეგიონებშიც გაჩნდა ერთგვარი სამასპინძლოები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომ ტურისტმა შეძლოს ჩავიდეს და ფული დახარჯოს. ძალიან ბევრი ფესტივალი კახეთში ხა დავაანონსებ ჩვენი კოლეგა უწყება აკეთებს ჩვენს აქტიურად ვართ ჩართული გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციულად ფესტივალია და ძალიან მაღალი დონის ფესტივალია. ის ასევე როგორც ღვინის პოპულარიზაციას ერთგვარად რა თქმა უნდა ტურისტული ღონისძიება არის და ხელს უწყობს სხვა რა ფესტივალებს და დაუშვათ შეთავაზებებს უნდა ველოდეთ საშემოდგომო თუ ზამთრის პერიოდში. სხვა კერძო ფესტივალებიც არსებობს. მაგალითად პარალელურად თუ არ ვწდები მაგავე პერიოდში არის კახეთში ეს ჯაზი და ღვინო ჯაზენდო აინი არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ტურები რომლებიც მოიცავს აი ამ რთველის თავგადასავალში მონაწილეობას რაც უცხოელი ტურისტისთვის ხომ ძალიან ეგზოტიკურია ჩვენთვის თითქოსაც ქართველებისთვის ერთგვარი ცხოვრების წესია მაგრამ ნამდვილად არასდროს არ ვტოვებთ ხოლმე ხო ერთხელ მაინც რომ არ ვეწვიოთ კახეთ და ჩვენი საუბრის ბოლოს მე და თქვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ და დღის ბოლომდე. თუმცა სამწუხაროდ საერთო დროის თვალსაზრისით უკვე შეზღუდულები ვართ და ჩვენი საუბრის ბოლოს რა მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავთ იმისთვის რომ უფრო მეტი და მეტი ტურისტი შემოვიდეს და რომელი გამოფენები თუ დაუშვათ ფესტივალები იქნება წელს გლობალურ ბაზრებზე საქართველოსთვის საინტერესო და მიმსიტველი. პირველ რიგში მინდა ერთი სიტყვით აღვნიშნო რომ
2025 წელს ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გქონდა და წლის ბოლომდე მიმდინარეობს სეზონების მიხედვით, არხების მიხედვით და პროდუქტების მიხედვით. ბაზრები არის აქ გამორჩეული, რა თქმა უნდა, ჩვენ დავყავით ჩვენ სამიზნე რეგიონებად და ბაზრებად და შესაბამისად ამ რეგიონების და ბაზრების მიხედვით განსხვავებული შინაარსის, ეგრეთ წოდებული ესთეტიკის მასალებით გქონდა აბსოლუტურად და მიმდინარეობს ახლა განსხვავებული მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავდა, არ ვიცი, ტრადიციულ მედიას, გარე რეკლამას, არ ვიცი, ნახავდით ევროპის დიდი ქალაქების ქუჩებში, მეტროებში, მთავარ პარკებში იყო საქართველოს, ასე ვთქვათ, გამოფენილი. კი ბატონო. ასევე გვაქვს ახლაც მიმდინარეობს მათ შორის კერძო სექტორთან ჩართულობით მე ერთი თვის წინ მქონდა შეხვედრა ქვეყნების და ბაზრების მიხედვით კომპანიებთან, ვინ რომელ ბაზარზე მუშაობს, B2B შეხვედრები, მათ შორის road show-ები, ჩვენთან ერთად მოდიან კომპანიები რეგისტრირდებიან და მთელი შემოდგომა დატვირთული იქნება უფრო ბიზნეს ურთიერთობების დამყარებით, მათ შორის ახალ ბაზრებთან ეს იქნება ჩინეთი, ინდოეთი, ბრიტანეთი, თუ ტრადიციული ბაზრები, რაც გვაქვს ევროკავშირის ქვეყნები. მოლოდინები გვაქვს, რომ დავუშვათ უფრო მეტი ტურისტის შემოყვანა შეგვიძლია რეალურად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ესე ვიტყოდი, რომ მეტი პროცენტული ოდენობით, მაგრამ მაღალმხარჯვულიანი. ხო, აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ტურისტული სექტორი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, რომ შესაბამისად მაღალმხარჯვულიანი ტურისტი. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ერთობლივი მიზანი უნდა იყოს და არის კიდეც, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენი მუშაობით და ძალისხმევით ვერ მიიღწევა, იმიტომ რომ ერთია რომ შენ აქ ჩამოიყვანო ადამიანი, ვინც არის ვთქვათ მაღალმხარჯვულ უნარიანი სეგმენტიდან და მეორეა რომ აქ შეთავაზებებიც შესაბამისი დაახვედრო, ხომ? ახლა პირობითად ვამბობ ის რომ ბრიტანეთის ავიახაზებმა პირდაპირი რეისი დანიშნეს 4-ჯერ კვირაში სიხშირით, ბრიტანეთის ავიახაზებს ბუნებრივად რა თქმა უნდა მოყვება მაღალმხარჯვულ უნარიანი ტურისტი, იმიტომ რომ მაღალი სეგმენტია, ხო? შესაბამისად ჩვენც ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაწარმოეთ კამპანიები სხვა სეგმენტზე, სხვა არხებით. ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება შედეგი. წინა კვარტალი, ხა მე არ მინდა წინასწარ სექტემბრის ბოლომდე ვისაუბრო სტატისტიკაზე, მაგრამ წინა კვარტალში უკვე გამოჩნდა დიდი ბრიტანეთი პროცენტულად, არ ვიცი თუ გახსოვთ, საკმაოდ დიდი პროცენტულობით უკვე გამოირჩევა და უკვე შემოსავლებში მანდაც გამოჩნდება, ვთქვათ, რომელ ქვეყანას რა დანახარჯი აქვს და რა ვიცი, მგონია რომ ძალიან და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან ბევრი უწყება ტურიზმი ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრე იმაზე, რომ თავისთავად მთელი საქართველო არის ჩართული და შესაბამისად ეს თემა ძალიან ბევრ უწყებაში არის გაფანტული და ვფიქრობ, რომ ძალიან ესე დაგეგმილად, სტრატეგიულად, მიზანმიმართულად ვიცით, რასაც ვაკეთებთ, როგორც გვინდა რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა გამოწვევების გზაშია, რა თქმა უნდა, გარემო მდგომარეობები ყველაზე მეტად მოწყვლადია ტურიზმი და აისახება ხოლმე და ჩვენც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით, ძალიან სხარტად ვადაპტირდებით ხოლმე გარემოსთან და ამიტომ წლევანდელი სეზონით დარწმუნებული ვარ, შემოდგომის მერე ზამთრის სეზონი მოდის, ზამთრის სეზონი ჩვენთვის ერთ-ერთი მაღალი სეზონია, ზაფხულის მერე ზამთრის სეზონი ყველაზე მაღალია ზამთრის კურორტების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით დავასრულებთ წლევანდელ წელს და მომავალი წლის გეგმებით შეგვიძლია სხვა ეთერში გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ მთელი სეზონის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ყველა იმ ადამიანს თქვენთან ერთად, ვინც ამ სექტორში აქტიურად არის ჩართული, იყო და აგრძელებს საქმიანობას. ასეთ იყო ბიზნეს პარტნიორის მე-16 სატელევიზიო სეზონის პირველი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით. მშვიდობიანი დღე ნახვამდის.